გორში მომხდარ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, სადაც ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ სამართალდამცველობის მხრიდან ძალის გადამეტებას, ბუნებრივია გულგრილად ვერავინ ახავს ამ კადრებს, თუმცა ამ ამბავს აქვს მეორე მხარეც. ოპოზიციამ ეს ამბავი უკვე გაიგივა სისტემურ დანაშაულთან და ითხოვენ მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას. თვითონ ფაქტი რომ შევაფასოთ და ასევე ოპოზიციის ეს დამოკიდებულება ახლა ამ ფაქტთან დაკავშირებით. პირველი ფაქტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო, ძალიან მძიმე სანახავი იყო და გულგრილი ვერ დარჩებოდა ვერც ერთი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ვინც აღნიშნული კადრები ნახა. თუმცა აქ არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს რეაგირება და ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორ უფლებიანები. არავის არ მიეცემა შესაძლებლობა, ვინც არ უნდა იყოს, რომ კანონი დაარღვიოს და ამას ჩვენ ხალხდახუჭული შევხედოთ. რაც შეეხება სისტემურ დანაშაულს, სისტემური დანაშაული ხდებოდა 2012 წლამდე. გვახსოვს ჩვენ რა მდგომარეობა და ვითარება იყო მაშინ საქართველოში, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ და ზოგადად რა პროცესები მიდიოდა, ეხლა აღარ ჩაუღმავდები და აღარ დავიწყებ ამ ყველაფრის განხილვას. ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს, ძალიან კარგად ხედავს განსხვავებას და ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორ საქართველოში ვცხოვრობდით და რა ხდება დღეს რა მოცემულობა. ბატონ კახი, ასევე გითხავთ ოპოზიციის 26 მაისის აქციაზე, რომ შევაფასოთ საბოლოოდ რა შედეგით დასრულდა მათი სამზადისი და შედგა თუ არა ისეთი აქცია, როგორ დაატვირთვასაც თავიდანვე თვითონ ზენდნენ ამ ამბავს და ანონსებდნენ. დაუთანხმოება მოყვა სლოგანთან დაკავშირებით, მათ შორის რაოდენობასთან დაკავშირებით, აქცია, რომელსაც თვითონ ამბობდნენ ერთობა უნდა ეჩვენებინა, პირიქით დაპირისპირებისაგან გახდა კიდევ ერთი კალამაც. შედეგები რა შევაფასოთ? ხო, ჩვენ ახლა გვახსოვს, როდესაც იკრიბებოდნენ ამ ერთობასთან დაკავშირებით თუ რა განცხადებები კეთდებოდა. თუმცა მაშინვე თავიდანვე დასაწყისშივე ჩანდა, რომ ეს ყველაფერი იყო დროებითი. იმიტომ ვიცით ამ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება. მე ახლა როგორც ხედავ გარედან, ხო, როგორც ჩანს, ბრძოლა მიდის, ვის ერქმევა თავარი ოპოზიციური პარტია თუ პარტიები. ამაზე მიდის ბრძოლა. რეალურად ახლა ამ ადამიანებს საერთოდ არანაირი შესაძლებლობა და შანსი არ აქვს, რომ პოლიტიკაში წარმატებულები იყვნენ და ამას აქვს თავისი ახსნა. არსებობს მიზეზები და მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს, ემსახურებიან გარე აქტორებს, იღებენ გარედან დავალებებს და რა თქმა უნდა, შენ როდესაც ასე იქცევი და ასე მოქმედებ, ქართველი ხალხის მხრიდან ვერ გექნება ვერანაირი მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს უკვე აშკარად ჩანს ის დაპირისპირება, რაც წარმოიშვა ამ დაჯგუფებას და კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის უკვე სააშკარაოზეა ყველაფერი გამოტანილი, პირდაპირ ღიად საუბრობენ და თავს ესხმიან ერთმანეთს. როგორც სხვა შემთხვევაში იქნებოდა ერთობები, ახალი პლატფორმები და მალევე იშლებოდა, იგივე ბედი ელოდება აღნიშნულს. აქციას ბატონ კახი, როგორ ფიქრობთ, შედგა ეს აქცია? ვინც ჰქონდათ ოპოზიციას გაამართლა თუ არა მათმა სამზადისმა? აქცია ხა რა გითხრათ, აბა ხა დიდი ინტერესი ნამდვილად არ მაქვს ოპოზიციის მიმართ, იმიტომ რომ იმდენი საქმეა გასაკეთებელი, იმხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ოპოზიციის ქმედებები, აქციები და ასე შემდეგ. თუმცა ის განცხადებები, რასაც ვისმენდით, რომ 100,000-ობით ადამიანი უნდა გამოსულიყო, ყველა ვნახეთ თუ რამდენი ადამიანი შეიძლება. სააკაშვილმა პოსტი მიუძღვნა ამ აქციას და კვლავ რევოლუციურ სცენარზე ამახვილებს ყურადღებას, ასევე ლანძღავს საკუთარ ყოფილ თანაგუნდელს მელიას. რაც უნდა ნიშნავდეს მისიას შეფასებელი? არაფერი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ აქვს შიდა დაპირისპირება, აქვს ასევე შიდა როგორ გითხრათ, ეჯიბრებიან ერთმანეთს და ქვეყნისთვის, აი თუ თქვენ დააკვირდებით, ხო, ვინმეს წარმოედგინა ან წარედგინა საზოგადოებისთვის, რა გეგმა აქვთ, რა ხედვა აქვთ ქვეყანასთან დაკავშირებით, არაფერი. იბრძვიან ერთადერთი იმისთვის, რომ ვინ იქნება ოპოზიციური პარტიის მთავარი წარმომადგენელი. აი ეს მიმდინარეობს დღეს, ის განცხადება, რაც სააკაშვილმა გააკეთა იმასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ვინც კი დაარღვევს კანონს, რა თქმა უნდა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება და ყველას გაიცემა კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი.
Რამოდენიმე კვირა უკვე ხელსაყრელობის პოსტები ალიანსის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება, ბოლოსაც მაუხრებელი გზით უწოდეს. რასთან? ან პოსტებთან დაკავშირებით საკითხის განცხადებებს წერს პოსტებს სოციალურ ქსელში, შემდეგ ამას მოყვება დაპირისპირება. სააკაშვილის ფაქტორზე რო გითხრათ, აი ალიანსში პირდაპირ დაადანაშაულეს მაუხრებელი გზით უწოდეს სააკაშვილის ახლების ლიდერმა და მათ შორის ის თავისუფლად აკრიტიკებს ალიანსს, მათ გეგმებს და მოწოდებებს. რას მიკროფონთან დაკავშირებით პირდაპირ თქვეს, რომ სააკაშვილი უშლის ხელს ერთობას. ხო, ვისმენთ ამ განცხადებებს, ახლა მე არ მინდა ამ დეტალებში შევიდე, იმიტომ რომ ნამდვილად არ არის ეს ჩემი განხილვის თემა. ვარ ქალაქის მერი და უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ხალხის წინაშე. თუმცა საზოგადოება კარგად ხედავს ამ ასე ვთქვათ, დროებით შექმნილ ერთობას, თუ რა განცხადებები კეთდება, როგორ ადანაშაულებენ ერთმანეთს, თუ ვის რა რესურსი აქვს, ვის რა მხარდაჭერა აქვს და ასე შემდეგ. მგონია რომ უბრალოდ წარმოუდგენელია ამ ადამიანების, ამ დაჯგუფებების რაღაც ერთ პლატფორმაზე შეყვანა. თუმცა ყველას ჩვენ თუ გადავხედავთ მათ წარსულს, ყველა არის ნაციონალურ მოძრაობაში აღმოცენებული ელემენტები. ვიცით ჩვენ რომ ეს ყველა აღნიშნული პარტიის წარმომადგენლები საიდან იმართებიან, როგორ იმართებიან და ვინ არის მათი პატრონი. საქართველოს-უკრაინის ურთიერთობებზე მინდა გკითხოთ, გაეროში გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის მათ შორის ქართულ მხარეს. როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობების გაგრძელება უკრაინასთან? ჩვენ ხო არ გაგვიმწვავებია ურთიერთობები პირიქით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით თავდაცვის რეჟიმში, ვიყავით მოპასუხის რეჟიმში და პასუხებიც იყო ძალიან კორექტული ჩვენი მხრიდან. სამმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვიყავით. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ მიგვაჩნია უკრაინა, უკრაინელი ხალხი ჩვენს მეგობრებად. ამიტომ ის განცხადებები ზოგიერთ შემთხვევაში და კონკრეტული ქმედებები, გადადგმული ნაბიჯები, რაც გამოიხატებოდა საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, იყო გულდასაწყვეტი. თუმცა ისიც ძალიან კარგად გვესმით, რომ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება უკრაინა, თუ რა პროცესები მიდის, ამიტომ მინდა უკრაინელ ხალხს პირველ რიგში მშვიდობა უსურვო. და კიდევ ერთ შეკითხვას დაგისვათ, ნაციონალური მოძრაობის წევრი ბასო უშაძე აცხადებს, რომ თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დაპირება და დედაქალაქში არ არის პარკირების ზონები და პრობლემაა ზოგადად პარკირება დედაქალაქში. რა არ შევასრულეთ? პარკირება ის პრობლემა ვერ მოიხსნა დედაქალაქში და არ არის ზეთი ზონები, რომ ადამიანებს შეეძლოთ მანქანების გაჩერება. პარკირებას რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვაქვს პროგრამის განხორციელება, ეს არის ზონალურ საათობრივი პარკირება, სადაც ადამიანებს ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ რაიონებში, სადაც ცხოვრობს მოსახლეობა და ვისაც ყავს საკუთარი ავტომობილი, მოახდინოს დარეგისტრირება საკუთარი ავტომობილის შესაბამის პროგრამაში და ყოველგვარი გადასახადების გარეშე მოახდენს პარკინგებს. თუ საუბარია მიწისქვეშა პარკინგებზე, ამასთან დაკავშირებით თქვენ გახსოვთ, ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ იმ ადამიანებს, ვინც შემოიფარგლებოდა კრიტიკით, საუბრობდნენ იმაზე, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გახსოვთ, რომ მიწისქვეშა პარკინგის პროექტი განახორციელა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორი კამპანია ჰქონდათ აგებული ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მხოლოდ ტყუილი, სიცრუე და მაშინ ჰქონდა ჩვენ ინიციატივა, რომ გამოთქვით მზადყოფნა ერთლარად გადავცემდით კონკრეტულ ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელი იყო მიწისქვეშა პარკინგის განხორციელება და მათ შეეძლოთ აღნიშნული პროექტი გაეკეთებინათ, თუმცა გვახსოვს ყველას, რომ არავინ საერთოდ ინიციატივა არ გამოიჩინა აღნიშნულთან დაკავშირებით. ბატონო, თქვენი დეკლარაციასთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ 2018 წლიდან ავსებთ დეკლარაციას და შევისწავლეთ ეს დეკლარაციები, ასევე შევისწავლეთ თქვენი მეუღლის Instagram გვერდი, სადაც Instagram გვერდი, სადაც გამოქვეყნებულია ფოტოები და დავითვალეთ დაახლოებით 16 ერმესის ჩანთა, რომელიც არ ფიგურირებს თქვენს დეკლარაციაში. რატომ არ უხსნით ამ ძვირადღირებულ აქსესუარებს, ასევე ძვირადღირებული ეს არის ჩაათები, სამყაროები. დეკლარაციის შევსება, როდესაც ხდება, არის საერთო ხარჯი, რომელიც არის, შეიძლება ეს იყოს სხვადასხვა ნივთის შეძენა, იგივე ჩანთის შეძენა, იგივე ტანსაცმლის შეძენა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოცემულია საერთო ხარჯში და ნაჩვენებია
დეკლარაციაში კონკრეტული ციფრებით. იცით, აი აქ კონკრეტულ გვერდს გაჩვენებთ მე. უთითებთ ფერწერულ ტილოებს, რაც დაახლოებით იგივე ფასი ღირს, რაც ეს ჩანთები ღირს და აი აქ ეს ორი გვერდი არის, მინდა გაჩვენოთ. თითოეული ნივთის საფასური არის და აი 10000 ლარზე მეტი რაც ღირს, ის უნდა მიუთითოთ. და აი ამ შემთხვევაში ამას როგორ კანონი მოითხოვს, რომ აი 10000 ლარს ზემოთ. ყველა ხარჯი, რაც არის გაწეული ჩემს მიმართ, ეს ხო საბანკო ანგარიშებში ჩანს, ხო, ტრანზაქციებს, როდესაც აკეთებ იხდი, ბარათით, ყველაფერი ჩანს. მე ასევე ვალდებულება მაქვს ბანკიდან ამონაწერები წარვადგინო დეკლარაციის ჩაბარების დროს და რა თქმა უნდა, ყველა ხარჯი შეკრებილია და მოცემულია კონკრეტული ციფრით დეკლარაციაში. ისე სხვადასხვა უნდა გითხრათ, რომ შეიძლება ერთ-ერთი პოლიტიკოსი ვარ ბევრთაგან, ვინც დეკლარაციას ყოველგვარი პრობლემების, დარღვევების და შენიშვნების გარეშე აი უბრალოდ ნახეთ, აი აქ როგორ არის. ოდენობა თითოეულ შემთხვევაში აღემატება 5000 ლარს. აი თქვენ საერთო ჯამში უთითებთ ამაზე. კი, საერთო ჯამში უთითებთ. რატომ უთითებთ? საერთო ჯამში, იმიტომ რომ ხარჯია, ხო, შეიძლება, არ ვიცი, ხა ტერანგი იყიდო, შეიძლება მაგრამ როცა საქმე ეხება ძვირად ღირებულ სამკაულს ჩანდეს, რომელიც აი თუნდაც იმ ფერწერულ ტილოზე ძვირი ღირსის ცალკე უნდა ყველაფერი არის მოცემული საერთო ხარჯი. ძალიან მარტივად რა. კიდევ ერთხელ მიმეორებ, არსებობს საბანკო ანგარიშები, რომლის ვალდებულება მაქვს წარუდგინო შესაბამის უწყებას, ყველა ტრანზაქცია განხორციელებული ჩანს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში და საერთო ხარჯი მოცემული არის დეკლარაციაში. მარტივად არის ყველაფერი.